იოსი ტატიკა ნეთანიაჰუს ყოფილი მრჩეველი ჩაგურთობა პირდაპირ ეთერში მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში დავიწყოთ სიტუაციის შეფასებით. მე სიახლეები წავუკითხე ახლა ჩვენს მაყურებელს. თქვენ ხომ არ გაქვთ მეტი ინფორმაცია ახლა რა ხდება ისრაელი-ირანის დაპირისპირებაში ომის, ფრონტის ხაზზე შეიძლება ასე ითქვას. ეს ჯერჯერობით არ არის ომი, არის ოპერაცია, მაგრამ რამდენად ხანგრძლივი. Well, Israel, as I know it, and I'm not speaking. რამდენადაც მე ვიცი და მე არ ვსაუბრობ როგორც ოფიციალური წარმომადგენელი, არამედ პოლიტიკური მრჩეველი ისრაელში. და ეს არის ძირითადი განსხვავება ჩვენსა და ირანელებს შორის. ამჟამად ჩვენ მხოლოდ სამხედრო ბაზებს ვუტევთ, სპეციალურ ინფრასტრუქტურას, რაკეტებს, მაშინ როდესაც ისინი სამიზნეში იღებენ მოქალაქეებს. ეს არის მთავარი განსხვავება ჩვენსა და ირანს შორის. ამჟამად ჩვენ საკმაოდ თავდაჯერებული ვართ ჩვენს ოპერაციებში ირანის სამხედრო ძალების საჰაერო თავდაცვა თითქმის მთლიანად არის განადგურებული და ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია იქ ოპერირება. რაც შეეხება იმას, თუ როდის დასრულდება ომი, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შეწყვეტენ ატომური იარაღის დამზადებას. კი ბატონო, ატომური იარაღი არ უნდა გქონდეს ირანს, ეს არის თავარი მიზანი, რის გამოც ეს შეტევა და თავდასხმა ირანზე ისრაელმა დაიწყო. ჩვენ ნახეთ მიწისქვეშა ობიექტების განადგურების მცდელობა ისრაელის მხრიდან, მე ვახსენე ბალისტიკური რაკეტების გამშვების მესამედის განადგურება და ასევე უნდა აღვნიშნოთ ზუსტი ოპერაციები, რომლებიც სამხედრო მაღალჩინოსნების წინააღმდეგ იყო მიმართული. მათი ლიკვიდაცია მოხდა ადგილზე პირველივე ღამეს 20-მდე ადამიანის. მათ შორის იყვნენ მეცნიერებიც, მეორე დღეს დაზვერვის ხელმძღვანელი, პოლიციის უფროსი. როგორც ჩანს, ისრაელი ძალიან კარგად მოემზადა ამ დაპირისპირებისთვის წინასწარი ინფორმაციით. არ დაადასტურა ნეთანიაჰუმ ხამენეიზე ლიკვიდირების გეგმაზე ტრამპის, ასე ვთქვათ, ვეტო. მაგრამ როიტერი ორ წყაროზე დაყნობით წერდა ამას, რომ ეს გადაწყვეტილება, რომლის შესრულებისთვისაც ისრაელი მზად იყო, შეაჩერა ტრამპმაო. რამდენად შორს არის წამსვლელი მიზნის მიღწევისთვის ისრაელი? Well, about the talks between the Prime Minister and the President. შეეხება პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ შორის საუბარს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს სიმართლე შეესაბამება ინფორმაცია ვეტოს შესახებ, არ ვარ დარწმუნებული ამის სიმართლეში, თუმცა რაც შეეხება ომს, პირველ რიგში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გადმოგცეთ ისრაელის ხალხის შეტყობინება. ირანელი ხალხი არ არიან ჩვენი მტრები, ისინი არიან მეგობრები, მაგრამ აიათოლას ექსტრემისტული რეჟიმი არის ჩვენი მტერი. შესაბამისად, ომის დასაწყისიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან ხმამაღლა ვაცხადებთ იმ სამიზნეებს, რომელსაც ვირჩევთ. ეს არის სამხედრო სამიზნეები, ინფრასტრუქტურა, ტერორისტული დაჯგუფებებისა და ორგანიზაციების მეთაურები, ტერორისტული რეჟიმის წარმომადგენლები. The way that we see it now is that Iran is და ამჟამად რასაც ვხედავთ, ირანი არის ზეწოლის ქვეშ და გავაგრძელებთ ამ ზეწოლას იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ბრძოლა აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ მთელ დასავლურ სამყაროს ეხება ეს და ყველა იმ ქვეყანას, რომელიც დემოკრატიისკენ მიისწრაფვის, ასევე უნდა დაგვიდგეს გვერდში. მოდით მიზნები დავაწყოთ თანმიმდევრობით. პირველი, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს ირანს და მეორე, შეიძლება ეს თქვენთვის თანაბრადაც განიხილება აიათოლას რეჟიმის ცვლილება, როგორც თქვენ ამბობთ ირანში. ორივე მიზანი ამ კონკრეტული ოპერაციისთვის არის თანაბარი? No.
No. About changing the regime of არა. Iran. რაც შეეხება ირანის რეჟიმის ცვლილებას, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ირანელ ხალხზე. მხოლოდ ხალხს შეუძლია მიიღოს იმის გადაწყვეტილება, თუ ვინ მართავს მათ. ჩვენ არ ვცდილობთ რეჟიმების ცვლილებას, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვსურს, რომ გავანადგუროთ საფრთხე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ემუქრება. ფუნდამენტალური ისლამისტური სახელმწიფო სახელმწიფოს სურს ჩვენი განადგურება და ჩვენ არ გვაქვს არანაირი არჩევანი გარდა იმისა, რომ პასუხი გავცეთ ძლიერად და შევუზღუდოთ საშუალება, რომ ასე მოიქცნენ. კი ბატონო, ნეთანიაჰუს გზავნილი ირანელების მიმართ, რომ ის ებრაელები არ არიან ირანელების მტერი და აქ საუბარია მხოლოდ რეჟიმის ბოროტებაზე, როგორც თვითონ განმარტავს. აი მთელი ამ ოპერაციის თანმიმდევრობას თუ შევხედავთ, აქ არ არის მხოლოდ სამხედრო ობიექტები, იქ არის ნავთობის ბაზები, ხომ? აქ საუბარია ეკონომიკური ინფრასტრუქტურაც შეიძლება გახდეს თქვენი კონკრეტული დარტყმების საფუძველი. ამ მთლიანად ამ ყველაფრის შედეგი არის, რომ ირანს შეუზღუდოთ ურანის გამდიდრება, ირანს შეუზღუდოთ ბირთვული იარაღის ქონის შესაძლებლობა. ეს როგორ უნდა დარწმუნდეთ ტერიტორიაზე შესვლის გარეშე დისტანციური ოპერაციით, რომ ეს მიზანი შესრულებულია? Well, I'm not a military expert. მე არ ვარ სამხედრო ექსპერტი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, The only reason რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ირანს სურს ბირთვული იარაღის მოპოვება, ორი ძირითადი მიზანი არსებობს. ერთი, სურთ რომ გაანადგურონ ისრაელი და შემდეგ, ჩემი აზრით, ისინი შეეცდებიან თავისუფალი სამყაროს განადგურებას, ყველა ასეთი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით შეეწირება მათ ფუნდამენტალისტურ იდეებს და მეორე არის ამ ფუნდამენტალისტური რეჟიმის შენარჩუნება. მას შემდეგ, რაც ირანი ვერ შეძლებს ბირთვული იარაღის მოპოვებას, აიათოლას რეჟიმი იქნება გაცილებით უფრო სუსტი. და ირანელ ხალხს ექნებათ იმის საშუალება დაიბრუნოს საკუთარი ქვეყანა კვლავ. ჩვენ ვსაუბრობთ შესანიშნავ ირანელ ხალხზე. კი ბატონო, უნდა ვიკითხო პოლიტიკური განწყობები ქვეყნის შიგნით, როგორც წესი ასეთი ოპერაციების დროს ებრაელი ხალხი და პოლიტიკური ელიტა ძალიან ერთიანია ხოლმე, როცა საქმე საფრთხეს ეხება და ასეთ სამხედრო ოპერაციას ეხება. ახლა როგორაა საქმე, მე ვნახე ოპოზიციის ლიდერების განცხადებები ნეთანიაჰუს მხარდაჭერის შესახებ, მაინც მინდა ვიკითხო ამ კუთხით ოპოზიციაში არის თუ არა განსხვავებული პოზიციები ამ თემაზე. No, there are not. არა, არ არის განსხვავებები. მე ვფიქრობ, რომ ებრაელი პოლიტიკოსები გაერთიანებულნი არიან ამ ეტაპზე. საერთო მიზნის გარშემო, რომელიც ყველა ჩვენგანს აქვს. და ვერ ვხედავთ ვერანაირ კრიტიკას ოპოზიციური მხრიდან, რაც მიუთითებს მათ პასუხისმგებლობაზე, პასუხისმგებლობის შეგრძნებაზე, როდესაც არსებობს გარედან საფრთხე, ჩემი აზრით, ერი უნდა გაერთიანდეს, გვერდზე გადადოს ყველანაირი პოლიტიკური განსხვავება და დადგეს ერთი მიზნის გარშემო. სწორედ ამას ვხედავთ ისრაელ პოლიტიკოსებში ამჟამად. კი ბატონო, ამ წუთას G7 სამიტი მიმდინარეობს, როგორც მატყობინებენ ტრამპსაც აქვს ახლა შეხვედრა. G7-ის ფარგლებში ისრაელი ირანის დაპირისპირება არის ერთ-ერთი მთავარი თემა და ცოტა ხნის წინ მე წავიკითხე G7-ის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ G7 მიიჩნევს, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, თვითდაცვის უფლება და რომ ირანს არასდროს უნდა კონდეს ბირთვული იარაღი. ეს არის საინტერესო განცხადება და ეს არის განცხადება, რომელიც G7-ზე მოვისმინეთ, მაგრამ აქ მინდა ვიკითხო საფრთხე ომის გაფართოების რეგიონში, არის თუ არა ამის საფრთხე. ერდოღანმა გააკეთა ცოტა ხნის წინ განცხადება, აქვე ვიტყვი ამ კონტექსტში, ისრაელის თავდასხმები ირანზე მხოლოდ ირანელებს არ ეხება, მათ უფრო ფართო შედეგები მოყვება. დასავლეთის მიერ მხარდაჭერილმა ისრაელმა შესაძლოა მოგვიანებით გააცნობიეროს თავისი შეცდომა, მაგრამ უკვე გვიან იქნება, ამბობს ერდოღანი.
Well, people say all sorts of things, but ადამიანები ყველანაირ რაღაცას ამბობენ, მაგრამ ორი ჭეშმარიტება არსებობს ისრაელთან დაკავშირებით. ჩვენ არ გსურს რეგიონული ომი, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გსურს იმ საფრთხის განადგურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ემუქრება და ვერავინ გააკეთებს ამას ჩვენ გარდა. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ თვითონ. თუ სხვა ქვეყნებს სურთ რომ შემოგვიერთდნენ და დაგვეხმარონ, ძალიან კარგი, მაგრამ არ გვაქვს ეს მოლოდინი არავის მიმართ და არ ველოდებით არავის გავაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ. რაც შეეხება დიპლომატიურ საკითხებს, ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი რომ გავაფართოვოთ ეს ომი და მოვიცვათ მთელი რეგიონი. ჩვენი პრობლემა უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ აიათოლას რეჟიმს. კი ბატონო, და ამ ოპერაციის სიმძიმე შეიძლება იყოს მიწისქვეშა ბუნკერებში წვდომა თქვენს ხელთ არსებული იარაღით, რომლის შესაძლებლობაც შესაძლოა ირანს არ ქონდეს და ასეთი ბომბები საჭირო ღრმად მიწისქვეშა ჩასვლისთვის, სადაც საუბარია სპეციალურ ობიექტებზე, ქონდეს შეერთებულ შტატებს. რამდენად ელით შეერთებული შტატების პოზიცია რომ არ ერევა ამ ომში, რამდენად ელით რომ აქ მხარდაჭერა გჭირდებათ და მიიღებთ ასეთ მხარდაჭერას, თუ არის ამაზე საჯარო საუბრები ისრაელში? well, first of all, we have our ways to პირველ რიგში ჩვენ გვაქვს საკუთარი გზები იმისათვის რომ მივახციოთ საკუთარ მიზნებს. რა თქმა უნდა არ ვისაუბრებ დეტალურად მეთოდების შესახებ. ეს გამომდინარეობს ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებიდან. იმედი ძალიან კარგი იქნებოდა თუ ამერიკის შეერთებული შტატები დაგვეხმარებოდა ამ პროცესში, დავასრულებდით ომს გაცილებით უფრო სწრაფად, ისინი არიან ჩვენი შესანიშნავი მოკავშირეები. თუმცა მიუხედავად იმისა, ისინი შემოგვიერთდებიან თუ არა, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენ საქმეს. იმედი გვაქვს რომ ისინი შემოგვიერთდებიან, მაგრამ თუ არა, ჩვენ შეგვიძლია მოვაგვაროთ ეს პრობლემა ჩვენით. და სულ ბოლოს ისრაელზე მინდა ვიკითხო, რკინის გუმბათმა დაიცვა ებრაელები ბალისტიკური რაკეტების უმრავლესობისგან, მაგრამ რამდენიმე ადგილას შემოაღწია მან მაინც, არის მსხვერპლი, მხოლოდ გუშინ 8 ადამიანზეა საუბარი, დაღუპულზე სამწუხაროდ ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, 100-ზე მეტია დაშავებული. ამ ნაწილში საგანგებო ვითარების გამკლავება უწევს ახლა ებრაელ ხალხს და რამდენად მზადაა ისრაელი ამ ნაწილში, ეს მინდა ვიკითხო. Well, I cannot get into these numbers and everything. ზუსტ ციფრებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო საჰაერო თავდაცვის სისტემა მთელ მსოფლიოში და გავაგრძელებთ მის გამოყენებას. ებრაელი ხალხი გაერთიანებულია და ძლიერი. ჩემი აზრით, არაფრის გაკეთება არ შეუძლია ირანს იმისათვის, რომ დაგვყოს და მოქალაქეების უდანაშაულო ადამიანების ბავშვების სამიზნე და ამოღება არის სიმხდალის ნიშანი და როგორც მხდალებს მათაცელით იგივე ბედი. დიდი მადლობა იოსი ტატიკას, ნეთანიაჰუს ყოფილი მრჩეველი, პოლიტიკური მრჩეველი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა.